დავიწყებ იმით, რომ ანიმაცია არის ცუდ მდგომარეობაში, სავალალო მდგომარეობაში. აი იმათ ვისაც შეუძლიათ, რომ ჩვენ დაგვეხმაროს რაღაც ნაკლებად გვეძნობ ამ ყურადღებას. ჩვენი სტუდია იყო ერთ-ერთი ძველი ტრადიციის მქონე სტუდია, ესე იგი თვითონ ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში თუ ავიღებთ ჩვენ თუ არსებობდა ცნობილი საიუზ მულტფილმი, ეს იყო დიდი უზარმაზარი ქარხანა, ისინი წელიწადში უშვებდნენ 40 ფილმს და შემდეგ მოდიოდა უკრაინის სტუდია, კიევის სტუდია და უკვე მესამე ადგილზე იყო ჩვენი სტუდია. მუშაობდნენ შესანიშნავი ხალხი, ყოველ შემთხვევაში მე მახსოვს ის პერიოდი, როცა მე თვითონ მოვედი ამ სტუდიაში და მუშაობდნენ ისეთი რეჟისორები, როგორც არკადი ხინთიბიძე, ბორია სტარიკოვსკი, ანდრონიკაშვილი, გედევანიშვილი, კარლოს სულაკაური და ბევრი სხვა. სხვადასხვა თაობა მუშაობდა, გადაიღეს შესანიშნავი ფილმები და დღეს ესე იგი სამწუხაროდ ეს ყველაფერი არის გაჩერებული. ყველას აინტერესებს ქართული მულტიპლიკაციური ფილმები, რატო აღარ არის ახალი, რატო აღარ იღებს ჩვენი სტუდია. ხალხს აქვს სურვილი, რომ ქართული მულტფილმები ნახოს. ის ძველი ფილმები მაინც არ არის, რომელიც გადაიღეთ რაღაც და არ ვიცი ხა მე რას დავაბრალო და ვის დავაბრალო, მაგის უფლება მე არა მაქვს, მაგრამ ერთი არის ის, რომ ეხლა ჩვენ გავხდით ჩვენი ფილმების ავტორები, ესე იგი ჩვენ გვაქვს უფლება რომ მივცეთ ნებართვა რომელიმე არხს და აჩვენონ ეს ფილმები. და ამ შემთხვევაში უკვე ტელევიზია თუ ის არხი, რომელიც აჩვენებს, გარკვეულ თანხას უხდის ავტორს ფილმის და შეიძლება ესეც კი გახდა ბიზნესი, რა ვიცი, არ ვიცი, მიჭირს მე რამე. შეიძლება ეს ხშირად არ იყო, მაგრამ მაინც აჩვენებდნენ ქართულ მულტიპლიკაციურ ფილმებს და ამ ბოლოს საერთოდ გაქრა. დღეს კი კომპიუტერული ანიმაცია მოდაშია, მაგრამ მეორე არის რა, იცით, რომ რამდენად მცოდნე ხალხის ხელშია, იცით, დღეს შეიძენენ კომპიუტერს, რაღაცა საამოძრავებენ და თავიანთ თავს თვლიან უკვე ანიმატორად. მე ესე იგი ყოველთვის გაურბი ვარ ხოლმე ამ თემას, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ თქვა ეს თაობა დაბერდა და არაფერი ახალი არ უნდათ, მაგრამ ესე არ არის. კომპიუტერის გამოყენება თანამედროვე აპარატურის არის აუცილებელი. იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, წინათ ჩვენ ერთ მულტფილმს უნდებოდით ხოლმე თითქმის 8 თვე. როცა კომპიუტერი არის დამხმარე საშუალება, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთოთ, თქვათ თვეში, თვენახევარში. ესე იგი რამხელა საშუალება არის კომპიუტერი. მაგრამ ისე ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს პროფესიონალის ხელში. თუ ეს პროფესიონალის ხელშია, შედეგი ჩანს ეკრანზე. დღესდღეობით ვინც უფრო გარკვეულია, ვინც ძირფესვიანად შეისწავლა ჩვენი საქმე, ნაკლებად ჩანს იცით ეკრანზე და ნაკლებად ლაპარაკობს საერთოდ მულტიპლიკაციაზე და ის ვინც რაღაც ნაკლებად არის გარკვეული ჩვენ საქმიანობაში, ის უფრო მეც ლაპარაკობს მულტიპლიკაციაზე და ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აი ეს უცოდინარობა რაღაც სითამამესაც ბადებს ეტყობა, რომ უფრო თამამები არიან და უფრო მეც ლაპარაკობენ. ჩვენთან თაობა გაიზარდა ხალხის, რომელმაც თითქმის ყველაფერი იცოდა და სულ იმას ამბობდნენ, რომ მულტიპლიკაციაში იმდენი საშუალებებია, რომ ჯერ კიდე ბევრი რამე არ ვიცითო. ესე იგი იმ თაობას უჭირდა ამ თემაზე ლაპარაკი და დღეს ჩვეულებრივი ამბავია. ყველა ამბობს, მოვალ გადავიღებ მულტფილმს, ალბათ იმიტომ რომ პატარაა მოცულობით. ამ დროს ეს ძალიან შრომატევადი საქმეა, ძალიან რთულია, ამავე დროს ძალიან საინტერესო. ყველაზე უცნაური არის ის, რომ თვითონ შემფასებელიც იცით, აი როგორც არის მოსკოვში ხიტრუკი არის, ჯოშკინი იყო, ეს კაჩანოვი იყო, ეს დიდი სპეციალისტები და ატამანოვი იყო, დავიდოვი, რომ შეხედავდნენ წუთში გეტყოდნენ, это неграмотная картина, это хорошая картина. თვითონ შემფასებლის დონეც რაღაცა უთქვიათ, უნდა ნახე რა კაი მულტფილმი და ამ დროს იმას მულტფილმთან არაფერი კავშირი არ აქვს. ვიღაცამ ხოლმე ილაპარაკოს დღეს ამაზე და ვიღაცამ უნდა ამოიღოს ხმა.